ეს სარეაბილიტაციო სამუშაოებით და კომპენსაციების გაცემა ბიუჯეტს 162 მილიონზე ლარზე მეტი დაუჯდება. სტიქიის გამო პარლამენტი დღეს იძულებული გახდა ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შეცვლის პროცედურა დაეწყო. წლის დასაწყისში სხვა დანიშნულებისათვის გამოყოფილ თანხებს ახლა დაზარალებულთა დასახმარებლად მიმართავენ. რაში დაიხარჯება 162 მილიონი ლარი. სამთავრობო გეგმის დეტალები დღეს ლიკა ბერაიამ გაარკვია. მთავრობამ პარლამენტს 2012 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა. ამ წლის ბიუჯეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციების გასაცემად და მთლიანად რეგიონის მხარდასაჭერად ჯამში 162 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. შეიქმნა ახალი პროგრამა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარია მობილიზებული. მთლიანად კახეთის რეგიონის განვითარების მიზნით 100 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. კახეთის მუნიციპალიტეტს ექნებათ დამატებითი ასიგნებები ჯამში 2 მილიონ 100,000 ლარის ოდენობით. სტიქიით დაზარალებული რეგიონების მხარდასაჭერად ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მთავრობის ხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა. სანამ ჩვენ არ დავასრულებთ იმ ყველა იმ ამოცანას, რომელიც დავპირდით ჩვენ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, დაზარალებულ ოჯახებს, იქამდე ჩვენ მოგვიწევს მსგავს რეჟიმში მუშაობა და მე მოვუწოდებ ყველა მინისტრს, რომ ის დაწყებული საქმე გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს. ჩვენ ახლა სასწრაფოდ გვჭირდება ბიუჯეტში ცვლილება, რათა ეს ღონისძიებები იქნას დაფინანსებული. იქნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რესურსი 50 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც მთლიანად მოხმარდება გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას. მსხვილდება კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში მთლიანი რესურსი იქნება 100 მილიონი ლარით, საიდანაც 20 მილიონი ლარი მოხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ხვალიდან პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავს. ბიუჯეტის განხილვის გრაფიკი დღეს ბიუროს ხდომაზე დაამტკიცეს. ძალიან დიდია ზარალის მოცულობა, პირველ ეტაპზე აუცილებელია დასრულდეს ყველა ის სამუშაო, რომელიც სასწრაფოდ საჭიროა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ძირითადი პირობები, აღდგეს სახლები, სახურავები, ადამიანებს არ ჰქონდეთ პროდუქტის ნაკლებობა. აღდგეს ელექტროენერგიით და გაზით მომარაგება, ეს არის პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო ამის შემდეგ ბუნებრივია უნდა ვიმუშაოთ გრძელვადიან რეაბილიტაციაზე. ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტში გაწერილი თანხები ზარალის ასანაზღაურებლად საკმარისი არ იქნება. ჩვენ უნდა დავთვალოთ, ეს არის ამოსავალი წერტილი და პრინციპი და აქედან გამომდინარე უნდა დავგეგმოთ ჩვენ ბიუჯეტში ცვლილებები 50 მილიონი, რომელსაც გვთავაზობთ მთავრობა, ჩვენის აზრით პირველი შტაბეშტილება ესეთია, რომ არ იქნება რა თქმა უნდა საკმარისი 50 მილიონი ლარი დღეს 20,000 დაზარალებული ოჯახის პირწმინდად განადგურებული მოსავლის და ასე შემდეგ ანაზღაურებას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ეს უნდა იყოს ორჯერ სამჯერ მეტი. ცოტა გაუგებარია ჩვენი ოპონენტების მოსაზრება და კითხვების დასვა იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა არსებობდეს იგივე მთავრობის სარეზერვო ფონდი, რატომ უნდა არსებობდეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. მოდით მე ამ ადამიანებს ურჩევდით, ჩავიდნენ უშუალოდ კახეთის რეგიონში და კითხონ ამ მოსახლეობას, რომ ჭირდებოდა თუ არა მათ გადაუდებელი დახმარება, ჭირდებოდა თუ არა მათ საკვების მიწოდება. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მობილიზებული თანხები ყველა იმ პრობლემას გადაჭრის, რაც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას აწუხებს, მათ შორის კომპენსაციას ყველა დაზარალებული მიიღებს. ყველა ის საკითხი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში იქნა გაჟღერებული, იქნება ფინანსურად უზრუნველყოფილი ის საკითხები და ის პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ჩვენი მოსახლეობა ადგილებზე, როგორც კახეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთში, ასევე თიანეთში ელოდებიან, იქნება ფინანსურად უზრუნველყოფილი. ცვლილებებს პარლამენტი 4 შაბათს დაჩქარებული წესით დაამტკიცებს. სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სამუშაოები მე-5 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.